როგორ მოქმედებს გარემოცვა ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ამ თემაზე სასაუბროთ ჩემი გვერდით და ფსიქოლოგი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ლანა სულხანიშვილი. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მოგწესრიგებისთვის. დილამშვიდობისა, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. ძალიან საინტერესო საკითხზე გვიწევს საუბარი, გარემოცვა რამდენად ახდენს ზეგავლენას ადამიანის განვითარებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, პიროვნულზე. რა არის გარემოცვა? მოდით თავდაპირველად ამით დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ მხოლოდ რაღაც გარკვეული ფიზიკური სივრცე არ იგულისხმება ამ ყველაფერში, არამედ ოჯახი, სამსახური და ყველა ის ადამიანი, ვინც კი ჩვენს გარშემო ტრიალებს ალბათ, ხო? თქვენ პროფესიულ ჭრილით, ასე ვთქვათ, უფრო მეტად რომ განგვიმარტოთ, თუ რა ზეგავლენას ახდენს თითოეული ეს კომპონენტი ადამიანის ჩამოყალიბებას. ძალიან დიდი მადლობა, რომ სასაუბროთ ეს თემა შეარჩიეთ და მე ვფიქრობ, რომ მართლაც ერთ-ერთი აქტუალური თემა და ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის. მადლობა მოწვევისათვის და აქვე მინდა შესავალშივე აღვნიშნო, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ ფსიქოლოგების შესწავლის საგანი და ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ინტერდისციპლინარული კვლევის, ასე ვთქვათ, საკითხსაც წარმოადგენს. არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ აღგვინიშნავს და ბუნებრივი არის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ან სულიერი არსება. ადამიანი არის ბიო-ფსიქოსოციალური და სულიერი არსება. ამიტომ მის განვითარებაზე თანაბრად ახდენს გავლენას ცალკეული სფერო და ამავდროულად ამ სფეროთა ურთიერთქმედების, ასე ვთქვათ, შედეგი ეს დინამიური პროცესი ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ არის წინაპირობა ადამიანის განვითარების. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, როდესაც საუბრობთ ადამიანზე, მის განვითარებაზე, იმ გარემო ფაქტორებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის განვითარებაზე, ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ ასევე გენეტიკური წინაპირობები. გენეტიკური წინაპირობები, ანუ ის მოცემულობა, ის შესაძლებლობები, ის უნარები, რომელიც არის უკვე თავიდანვე ადამიანში წარმოდგენილი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის ისიც, რომ მოხდეს ამ პოტენციალის, რომელიც არის ადამიანში, შესაბამისად, მისი ძალების, შესაძლებლობების შესაბამისად რეალიზება. აი, როდესაც ამ ძალთა რეალიზებაზე არის საუბარი, ამ პოტენციალზე, რომელიც არის ადამიანში, ეს შეიძლება რეალიზდეს, ან შეიძლება შეიზღუდოს. აქ უკვე ძალიან დიდია გარემოს როლი, იმიტომ რომ როდესაც იბადება ადამიანი, ბუნებრივია რომ მას ეს არ ხელეწიფება. ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანი არის პირველადი გარემო და ეს პირველადი გარემო მოგეხსენებათ, რომ არის ოჯახი. ამიტომ ოჯახი ეს არის ერთგვარად ქვაკუთხედი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უმთავრესი ინსტიტუცია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე. თუ კი გარემოდან რომელიმე ინსტიტუტს ავიღებთ, უპირველესად ეს არის და განვიხილავთ, ეს გახლავთ ოჯახი და შემდეგ ასაკის ზრდასთან, პიროვნების დასთან ერთად, ასაკის მატებასთან ერთად სოციალური წრე თანდათან ფართოვდება და სხვადასხვა ინსტიტუტები იღებენ უკვე მონაწილეობას. ეს სხვადასხვა ინსტიტუტი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე სკოლამდელი დაწესებულება, შეიძლება იყოს სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, უკვე სამსახური ზასრულობის ასაკში, სოციუმი ზოგადად, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის თემა, პიროვნებისა და სოციუმის ურთიერთობის თემა, სტერეოტიპები, სოციალური მოლოდინები, წინასწარი განწყობები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის სხვათა შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თანდათან წრე, როდესაც ფართოვდება და სხვადასხვა ინსტიტუტები, როდესაც ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში, გახლავთ ასევე ეკლესია, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. გარდა, ასე ვთქვათ, რელიგიური დანიშნულებისა, რაც არის, რა თქმა უნდა, უმთავრესი, ეკლესიას ასევე აქვს სოციალური მისია. ეს გამოიხატება ძალიან კარგად ჩვენს რეალობაში, სამრევლო სკოლებში, საკვირაო სკოლებში და მე ძალიან
მოხარული ვარ და უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ ეს ტრადიცია უკვე წლებია მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით აღდგა და ძალიან ბევრ მოზარდს ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა საკვირაო სკოლებში მიიღოს განათლება და განათლებასთან ერთად უშუალოდ აი ეს ეკლესიური თემი, რომელიც იქმნება, ეს არის მნიშვნელოვანი და აი ეს ალილოს ტრადიცია, რომელიც აღდგა ასევე, ხომ? ანუ ადრეული ასაკიდანვე სწავლობს ბავშვი ამ სოციალურ მსახურებას. გარდა იმისა, რომ ოჯახში შეიძლება ეს ისწავლოს მშობლების მაგალითით, რა თქმა უნდა, მოწყალების გაცემა, ქველმოქმედება, სხვებზე ზრუნვა, ასევე ეკლესიის როლიც აი ამ კუთხით, აი ამ თვალსაზრისით შეიძლება ასე დავინახოთ. ის საყოველთაო მსვლელობა და ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება. გალბატონ ლანა, აი ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ, რაც სულიერებას უკავშირდება ბუნებრივია და ამ კუთხით მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ მოძღვრებთან ხშირად გვაქვს ეს შეკითხვა და ამ საკითხებზე ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას, რომ რა ასაკიდან იწყება ადამიანის ცხოვრებაში აზროვნების ჩამოყალიბება სულიერების კუთხით და თქვენთანაც გვინდა რომ ეს საკითხი განმოვითაროთ, გავიაროთ, განმარტოთ, რა ასაკიდან ყალიბდება სოციალური აქტივობა ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში, აღქმა სულიერების, სარწმუნოების, ეკლესიასთან დამოკიდებულების სულიერ მოძღვართან, აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რასაც ბუნებრივია სიამოვნებით მოისმენს ალბათ ჩვენთან ერთად ჩვენი მაყურებელი. გეთანხმებით, ნამდვილად მნიშვნელოვანი, ნამდვილად აუცილებელი და დღეს მით უმეტეს ძალიან საჭირო საკითხები არის ეს ყოველივე, რაც თქვენ ბრძანეთ, რაზედაც აქცენტები გააკეთეთ. რა თქმა უნდა, არსებობს საეკლესიო პრაქტიკა, სამოწყრო პრაქტიკა და შეიძლება ითქვას, რომ თანხwebdriver-ში არის, როდესაც პირველად იღებს ბავშვი შეიძლება ითქვას, აი აღსარების საიდუმლოში მონაწილეობას. ეს რა თქმა უნდა, ეს არ არის შეიძლება იმ სიღრმის, იმ ასე ვთქვათ, გააზრების, როგორც შეიძლება დასრულ ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ სამოწყრო პრაქტიკაში მოწყვრებსაც აქვთ ეს გამოცდილება ურთიერთობის ბავშვებთან და მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებიან. რაც შეეხება სულიერ გამოცდილებას, ზოგადად მორალურ, ეთიკურს, ნეობრივ საკითხებს, ამის ქვაკუთხედი არის პირველ რიგში ოჯახში და მშობლის პირადი მაგალითი, როდესაც მშობელს ხედავს მლოცველს, რა თქმა უნდა, ბავშვი, როდესაც ხედავს სიკეთის აღსრულებელს, როდესაც ხედავს, როგორ ზრუნავენ მშობლები სხვა ადამიანებზე, არა მარტო პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ როდესაც ისინი თავიანთ ძვირფას დროს უთმობენ სხვა ადამიანებს და სხვებზე ზრუნვას, რა თქმა უნდა, აქედან იწყება უკვე პირველ საფუძვლების სიკეთის მარცვლები. სიტყვიერად დამოძღვრა, ხო შეიძლება საკვირველია და არის აუცილებლად პირადი მაგალითი, აი ზოგჯერ ვამბობ ხოლმე და ძალიან უყვირთ ხოლმე, რომ არ არის აუცილებელი ძალიან ვესაუბროთ ხშირად ბავშვებს ერთსა და იმავე თემაზე, ხშირად შევაგონოთ, ხშირად ასე ვთქვათ, განუმეოროთ ერთი და იგივე საკითხზე მივანიშნოთ, დავარიგოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ უკვე შედეგს იძლევა ხოლმე პირადი მაგალითი, ეს არის საუკეთესო ბავშვის აღზრდისათვის და ბავშვის განვითარებისათვის. და ზოგადად აი ეს ეკლესია, როგორც აღვნიშნეთ, როგორც თემი, აი ამ პროცესში ჩართვა ბავშვის, აი ამ სოციალურ მსახურებაში ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე. ერთ საკითხსაც თქვენის ნებართვით შევეხები, რადგანაც თქვენთვის საინტერესო იყოს და ალბათ ჩვენი მაყურებლებისთვისაც ეს საკითხი, რაც უკავშირდება სულიერ რელიგიურ, ასე ვთქვათ, ცხოვრებას, დაძალება ალბათ არ იქნება მაინც რეკომენდირებული. არც ასე ვთქვათ, სამღვდელო პრაქტიკაში არის ეს, რომ დილის ასე ვთქვათ, მსახურებაზე, თუნდაც 7 საათიან წირვაზე, ან 9 საათიანი წირვიდან სრულად დაესწროს ბავშვი მსახურებას. რა თქმა უნდა, ეს გაუხარდება ყველა მშობელს, სასიკეთო არის, სასარგებლოა სულისთვის, მაგრამ ეს მას უნდა უხაროდეს. ეს უნდა იყოს ასევე თანდათან უნდა შემოვიდეს, რა თქმა უნდა, ბავშვის ცხოვრება. და არა იცოლებით. ჩვენ საუბრობთ უკვე დაბადებულ პიროვნებაზე და მისი ცხოვრების განვითარების ეტაპებზე, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ასევე მისი მუცლადყოფნის პერიოდი, ხო? იმიტომ რომ აქედან იწყებს ზუსტად იგი გარკვეულ შეგრძნებებს, აღქმას სამყაროს და ასე შემდეგ და ასევე ოჯახის როლი, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, ზუსტად მისი ჩასახვის წუთიდან იწყება აღქმა ამ ყველაფრის
უთხრის ხომ რა მნიშვნელობა აქვს მუცადყოფნის პერიოდში აი ამ ოჯახურ გარემოს და რაზე გავლენას ახდენს შემდგომ ის სწორედ მის ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდი მადლობა სოფიო, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და იმდენად ფაქიზი, იმდენად გრძნობი არის მუცადყოფნის პერიოდი, უშუალოდ ჩასახვის პერიოდი, რომელიც თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ ამის სხვადასხვა ფორმა დღეს თანამედროვე სამყაროში უკვე ჩვენ ვიცით, ამაზე ბევრს საუბრობენ და ზოგადად ამიტომ ამბობ, რომ ძალიან საფრთხილო, ძალიან ფაქიზი თემა არის და რასაკვირველი არის, მე მხოლოდ გავამახვილებ ყურადღებას მუცადყოფნის პერიოდზე, ქალბატონის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და აუცილებლად ახლა ჩემს გონებაში შემოვიდა და გაცოცხლდა ზუსტად 2 დღის წინ სამაგისტრო ნაშრომის დაცვა იყო და ესეც სასიხარულო არის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, სადაც ერთ-ერთ მაგისტრანტს ჰქონდა ნაშრომი ზუსტად ამასთან დაკავშირებით ორსულობის პერიოდში ქალის ფსიქოემოციური მდგომარეობა და ეს სასიხარულო არის და იქაც ასე ვთქვათ აღნიშნეთ შეფასების დროს, რომ ნამდვილად ფაქიზი თემა არის, აუცილებელი და როგორც ახალგაზრდა ასე ვთქვათ მკვლევარი, რომ დაინტერესდა ამ თემით, ესეც მისასალმებელია. რასაკვირველია, ხშირად ხოლმე ქალბატონის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ასეთ დროს, მაგრამ ავიწყდებათ ხოლმე ზოგჯერ, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ხშირ შემთხვევაში არა, რომ ქალბატონის ფსიქოემოციური მდგომარეობა უკაცრავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა ნაყოფზე პირდაპირ ახდენს გავლენას და ზოგადად აი ჩასახვის პროცესი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხომ? ძალიან დიდი დატვირთვა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ქალბატონზეც ამ დროს, ხო? ანუ მისი ფიზიკური მდგომარეობაც როგორი არის ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის ასე ვთქვათ თვალსაზრისით და ფსიქოემოციური თავისთავად, რომლის ხელშემწყობი პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მეუღლე, როგორც ყველაზე მისთვის ახლობელი ადამიანი, ისინი ერთად არიან ამ პროცესში ჩართულნი და ერთად უნდა გაიზიარონ ის სიხარული განსაკუთრებით მათ ერთად, რასაც ბავშვის დაბადება და მშობლობა ქვია. და რა თქმა უნდა, ოჯახი და ის გარემო, რომელშიაც მიმდინარეობს ეს ფეხმძიმობის პერიოდი. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ფსიქოემოციური მდგომარეობა არის გადამწყვეტი და ხშირად უფრო პრიორიტეტი არის ხოლმე და უპირატესობას ანიჭებენ მაინც ფიზიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, როგორ მიმდინარეობს სამედიცინო თვალსაზრისით, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი არ უნდა გამოგვრჩეს. თავისთავად ქალბატონებად მნიშვნელოვანი არის ყველა ის საფეხური, რაზეც ვისაუბრეთ, ოჯახი, ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი. აქ შეძენილი გამოცდილებები თავისთავად ჩვენს პიროვნების ფორმირებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა გამოიმუშაოს გარკვეული ფსიქოემოციური იმუნიტეტი, ასე ვთქვათ, რომ შეძლოს იმ გარკვეული გამოცდილებების გადახალისება, გადაფასება და თავისი პიროვნების გამოძერწვა, ასე ვთქვათ, სწორი ფორმით. და ეს გარკვეული გამოცდილებები, რომელიც არა მხოლოდ სიხარულთან, ზოგ შემთხვევაში შეიძლება უსიამოვნო ფაქტორებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რამაც თვითშეფასება საკმაოდ დაბლა შეიძლება დაწიოს. საკმაოდ ისეთი ფართო განხილვის თემა არის, როდესაც საუბრობთ უამრავი ასპექტით, უამრავი წახნაგით შეიძლება ეს საკითხი იყოს განხილული და დანახული. რასაკვირველი არის შესაძლებელი და ფსიქოლოგიაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი, ეს გახლავთ ფსიქოჰიგიენა. ფსიქოჰიგიენა, რომელიც აი გარემო სტრესორებისგან, ის დაძაბული გარემო, ის სტრესული გარემო ზოგადად, ის ყოველდღიურობა ადამიანის, რომელსაც მიყავს ადამიანის სწორედ ამ დაღლამდე, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ავიწყებს, ისეა ჩართული ხო ადამიანი ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ ეს ფსიქოჰიგიენა არის მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი და ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ თუნდაც დღის განმავლობაში 10 წუთი, 20 წუთი დაუთმოს საკუთარ თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ მოხდეს ადამიანის შერწყმა მთლიანად იმ გარემოსთან, რომელშიაც მას უწევს ყოფნა და გარემომ არ თანთქას მთლიანად ადამიანი, მთლიანად პიროვნება. ამიტომ აი მუშაობა საკუთარ თავზე და ხსოვნა იმისი, რომ ცალკე არის ის მოვალეობები, ის პასუხისმგებლობები,
რომელიც მას აქვს, მაგრამ ადამიანში არის კიდევ უფრო მეტი სხვა, ეს არის მისი სული, ეს არის მისი პიროვნება და გამიჯნა აუცილებლად უნდა მოახდინოს ადამიანმა. მაქსიმალურად ეცადოს ის, რაც მას დისკომფორტს უქმნის, განერიდოს. რამდენადაც შესაძლებელია. რასაკვირველია ეს არ მოხდება ერთ წუთში, ერთ წამში, ერთ ბაშად, ერთდროულად, თანდათან. თავარი არის, რომ პრიორიტეტად განსაზღვროს ადამიანმა საკუთარი, აი ეს ასე ვთქვათ, პიროვნება და ზრუნვა საკუთარ თავზე. ფსიქოჰიგიენა, ანუ დაიცვას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან საკუთარი ფსიქიკა. ჩვენი საუბრის ბოლოს პროფესიებზეც მინდა რომ აუცილებლად გკითხოთ და პროფესიულად განვითარებაზე ადამიანის განაპირობებს თუ არა, შეიძლება თუ არა განაპირობოს, აი მომავალი პროფესიის არჩევა გარემოცვამ და ზოგადად რა როლი აქვს გარემოს პროფესიულად განვითარების პროცესში ადამიანის ცხოვრების განმავლობაში? ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში, თუ ეს არის მისი არჩევანი. უპირველესად ამასაც გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ზოგჯერ პროფესიას, ზოგჯერ კი არა, ხშირ შემთხვევაში ირჩევენ ჩვენი მოზარდები იმ ასაკში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ბევრ პროფესიას არ იცნობენ და შეიძლება სულ სხვა პროფესიაში იპოვონ საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სრულიად სხვა პროფესიაში შეძლონ. ამიტომ თუ ეს არის ადამიანის მიერ უშუალოდ მის მიერ არჩეული პროფესია, რა თქმა უნდა, რასაკვირველი არის, რომ აქ ჩანს და იკვეთება ადამიანის მსოფლმხედველობა და მისი ინტერესები, ასე რომ ბევრად უფრო კარგად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზებას ადამიანი იმ პროფესიაში, რომელიც მისი არჩეულია და თქვენ ის ნებართვით, რადგანაც გარემოზე საუბრობდით ჩვენ პიროვნების განვითარებაზე, ერთ საკითხს მსურს რომ გავუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, გარემო არის მნიშვნელოვანი, გარემო არის უპირატესი, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის პიროვნება, მისი არჩევანი და მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ერთსა და იმავე გარემოში აღზრდილი ორი ბავშვი, ორი ადამიანი შეიძლება სულ სხვანაირად განვითარდეს და აქ სწორედ იკვეთება პიროვნული ფაქტორი. და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც, კაცობრიობის ისტორიაშიც ბევრჯერ ყოფილა ისეთი გარემოება, რომ შეიძლებოდა მაგალითად გარემოს სასარგებლოდ მიეღო ადამიანს გადაწყვეტილება ან პირადი კეთილდღეობის სასარგებლოდ, მაგრამ ყველაზე უზენაესი მთავარი ღირებულება, რაც არის ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში, სწორედ აი ამ მარადიული ღირებულებების სასარგებლოდ მიუღია გადაწყვეტილება. ეს შეიძლება იყოს თუნდაც გრიგოლ ფერაძის მაგალითი, შეიძლება იყოს იანუშ კორჩაკის და კიდევ ასე ვთქვათ, ბევრი ხო შეიძლება გავიხსენოთ საბედნიეროდ ეს ადამიანები არიან ნათობნი ჩვენი ცხოვრების. და ჩვენი შეხვედრის ბოლოს რჩევის სახით რომ მივცეთ მშობლებს თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება თანამედროვულად საკუთარი თავი იპოვნონ და ამავდროულად სწორ ლიანდაგებზე იარონ და ხელი შევაშველოთ რომ კალაპოტიდან არ ამოვარდნენ. სად არის ეს ზღვარი? კი ბატონო, ჩემი ძალიან მოგრძალებული ალბათ რჩევა შეიძლება დავარქვათ ამას, ცოტა კი ბატონო, შემიძლია რა თქმა უნდა, უბრალოდ რჩევის გაცემა ყოველთვის ხოლმე მერიდება, იგულწრფელად ვამბობ, მაგრამ აუცილებელია პროფესიული ნიშნიდან, კი, რა თქმა უნდა, პროფესიული თვალსაზრისით, რასაკვირველია, მშობლის პირველი და უმთავრესი, რა თქმა უნდა, დანიშნულება არის შვილის აღზრდა. აღზრდა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ყველა მშობელმა დაინახოს, შეამჩნიოს და ხელი შეუწყოს იმ უნარებს, იმ შესაძლებლობებს, რომელიც არის მის შვილში და არა ისე, რომ თვითონ რაც სურს, თვითონ როგორც წარმოუდგენია. მხოლოდ აი ამ განუხორციელებელი მისი სურვილების რეალიზება მოახდინოს ბავშვის საშუალებით. ანუ ბავშვი არ უნდა იყოს მშობლის ხელში ინსტრუმენტი და ყოველთვის უნდა ხედავდეს მშობელი ბავშვის შესაძლებლობებს და მშობლობაც არის ზუსტად ეს, რომ ხელი შეუწყოს ამ შესაძლებლობების, ამ უნარების განვითარებას, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს გულისხმიერი მშობელი,
უნდა იყოს ყურადღებიანი, რომ დაინახოს, შენიშნოს და ამოიცნოს აი ეს უნარები, რომელიც არის მის შვილში. ეს არის აღზრდის ალბათ უმთავრესი პრინციპი და შემდეგ ზომიერების დაცვა. როგორც მცენარეს, როდესაც ჩვენ უვლით, ვიცით, რომ ზედმეტი მზის სხივები შეიძლება მავნე აღმოჩნდეს ზოგიერთი მცენარისათვის. ასევე ზედმეტი წყალი, ზედმეტი მზრუნველობა ზოგჯერ პირიქით საწინააღმდეგოდ მოქმედებს ხოლმე და ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ალბათ ჩვენაც ერთასმა დიდი მადლობა. ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მადლობა რჩევებისთვის, ჩვენთან მომგზავრებისთვის და მადლობა. სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ქალბატონი ლანა სულხანიშვილი.